ერთი საინტერესო ვიდეო უნდა გაჩვენოთ. არაჩვეულებრივმა ჟურნალისტმა ტელარა გელანტიამ აიღო ინტერვიუ ირაკლი ყანდაშვილისაგან, ეს იურისტიკაცია, რომელსაც უნდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობა და კი ბევრმა იცის, რომ ის კენჭსაც იყრის და მისი კონკურენტი სურს რომ დაამარცხოს. როგორც ჩანს, ბატონი ყანდაშვილი არის კობახიძის გუნდის წევრი, მეთქი ასე ვიტყვი, მოკლედ სახელმწიფო კანდიდატი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პოსტზე, თანამდებობაზე არა პოსტზე, სწორედაც რომ და ძალიან ეიმედება სახელმწიფო მხარდაჭერისა, ეიმედება რომ მას პირდაპირ თუ ირიბად ხელისუფლებად წოდებული ბანდა დაუჭერს მხარს. ამიტომ კი მიდის ამ კრიტიკულად განწყობილ მედიაში, ამ შემთხვევაში BMG-ზე და ტელარა გელანტიასთან TV პირველზე, მაგრამ მეორე მხრივ იქ ვერაფერს ამბობს ხელისუფლებად წოდებული ბანდის საწინააღმდეგოს. ტელარამ არაჩვეულებრივმა ჟურნალისტმა მას როგორც იურისტს ჰკითხა არა მაინც და მაინც საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ვრცელ ინტერვიუში ცხადია ეს ნაწილიც იქნებოდა. არამედ როგორც იურისტს კითხა, დაირღვა თუ არა კონსტიტუციის 78 მუხლი, მაშინ ზუსტად 1 წლის წინ 28 ნოემბერს, როდესაც ბანდიტი ირაკლი კობახიძე გამობრძანდა და თქვა, რომ საქართველოს შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიო. ყანდაშვილმა იმატავა და რიბლინგები, ყველაფერი თქვა, აბსოლუტურად გარდა იმისა, რაც უნდა ეთქვა. მას უნდა ეთქვა, ცალსახად უნდა ეთქვა, რომ რასაკვირველია კონსტიტუციის 78 მუხლი და ირღვა იურისტს უნდა ეთქვა. იურისტს კი არა, მხატვარს რომ კითხო, რომელსაც კონსტიტუციასთან არ ჩაულია, მწერალს რომ კითხო, რომელსაც კონსტიტუციასთან არ ჩაულია, არ არის ვალდებული იცოდეს კონსტიტუციის 78 მუხლი ან მთლიანად კონსტიტუცია. ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს რომ კითხო, ჟურნალისტს რომ კითხო, მე რომ კითხოთ, მაგალითად დაირღვა თუ არა ბატონი ირაკლი კონსტიტუციის 78 მუხლი, ერთხელ ჩავხედავ 78 მუხლს მაქსიმუმ, თუმცა სხადია ზეპირად ვიცი და მერე უკვე ცალსახად ძალიან დაბეჯითებით ძახილის ნიშანს დავსვამ ამ წინააღმდეგის ბოლოს, ამ სიტყვის ბოლოს და ვიტყვი, რასაკვირველია კონსტიტუციის 78 მუხლი დაირღვა და მეცაც გეტყვით, მოვაყოლებ 2, 3 ან 14 აბზაცს. ბატონ ყანდაშვილს ახლა მოვუსმენთ, ახლა ვნახავთ იმის გამო სწორედაც რომ მას ეიმედება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა და იმდენად უნდა ეს ადვოკატთა ასოციაციის თუ ფედერაციის ასოციაციის თავმჯდომარეობა, რომ ვერაფერს აფიქსირებს ხელისუფლებად წოდებული ბანდის საწინააღმდეგოს და მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულ მედიაზე მივიდა, ინტერვიუს აძლევს ამ არაჩვეულებრივ ჟურნალისტს, ამის მიუხედავად მაინც ეს სიტყვა ალბათ ყველაზე სწორი შესატყვისი სიტყვაა, მატაობს. მოკლედ ყველაფერს ამბობს. მე რო არ განვაგრძო ახლა, მოდით მოვუსმინოთ ამ მონაკვეთს. და 5 წუთიანი კია და 5 წუთს ალბათ მაინც არ მოგასმენდებ, ცოტა მეტ ხნიანიც კია, მაგრამ აი რაღაც ძირითადი მომენტები მაინც დავიჭიროთ პირველ ვთქვათ 2 წუთში. იურისტის დარღვა თუ არა ოცნება მართლმა პარტიამ კონსტიტუცია 78 მუხლი, როდესაც შავშან 1 წლის წინ გამოგვიცხადა, რომ უარს ამბობს 2028-მდე მოლაპარაკებების გახსნას. სად დაიკითხვა პირველი. მე როგორც მოქალაქე და როგორც მაჩვერის მოქმედი ადვოკატი და რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა ცალსახად ვირჩევ ევროპას. 1 წუთი აქ არ გეკითხებიან თქვენ როგორც მოქალაქე ირჩევთ თუ არა ცალსახად თან ევროპას. ეგრე ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილიც ასევე იურისტები ირჩევენ ცალსახად ევროპას. აქ ვლაპარაკობთ იმაზე და სავსებით კონკრეტული კითხვაა, ირაკლი ბატონო. დაარღვია თუ არა საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, მე უწოდებ ბანდას მას, კონსტიტუციის 78 მუხლი. ბანდა გახდა ის 26 ოქტომბრის შემდეგ, 28 ნოემბრის შემდეგ ბანდაა კვადრატში, ან კუბში. მაგრამ გადამტრიალებელია, რაღაც პუტშისტია, სახელმწიფო გადატრიალების ავტორია და ასე შემდეგ. ეს არის კითხვა.
მე როგორც მოქალაქე ცალსახად ვირჩევ ევროპას, მე როგორც მოქალაქე ცალსახად ვირჩევ ევროპას, ამას ამბობდა ასევე იურისტია თუ არ ვწდები და მგონი არ ვწდები, ანრი ოხანაშვილიც სადაა, ეგ რა მაგის პასუხია, ანრი ოხანაშვილი, აი დიმიტრი სამხარაძის გარდა, რომელსაც და ასევე ირაკლი ზარქუას გარდა, ასე ცალსახად ამბობს ყველა, რომ ევროპას ირჩევენ, თუმცა ფიცი გვწამს და ბოლო კი გვაკვირვებს ქმედებებში, ნაბიჯებში, რომელსაც გადადგამს ხოლმე რომელიმე ერთი კონკრეტული ხელისუფალი ან მთლიანად ხელისუფლებად წოდებული ბანდა, მაგრამ ამ მატაობის სხვა ეპიზოდები, ხო, სხვა სიფრწყინვალეები ვნახოთ დარჩენილ უხეშად წუთნახევარში 2 წუთში. ევროპაში ინტეგრირებას. ამ კითხვა არის. ახლა რაც შეეხება პოსტს, რადგან თქვენ ასე კარგად შეგისწავლიათ ჩემი სოციალური ქსელი. ნახეთ თელარა რა მინდა გითხრათ. თავარი არის ქმედებებით რას ვაკეთებთ. და თავარი არ არის მხოლოდ რას ვწერთ, ნებავ სოციალურ ქსელში, ან საუბრობთ. თავარი არის ქმედებები. თუმცა აზრის გამოხატვაც ქმედება ამ ქვეყანაში. ხატავ და პირდაპირ საუბრობ. რა თქმა უნდა, ვირჩევ ევროპას. მეორე დავაზუსტ. ნაწილი ჩემი კითხვის. რა ხომ კითხეთ და ასე კი ბატონო, უბრალოდ ძალიან ვთქვათ კონკრეტულად თუ არ სახელმწიფო კანდიდატი რო არ იყოს ბატონი ყანდაშვილი, როგორ გგონიათ? ანუ რო არ კონდეს პირდაპირ ირიბად მარცხნიდან, მარჯვნიდან კობახიძის, პაპუაშვილის ან რომელიმე ბანდიტის მხარდაჭერა ან მხარდაჭერის იმედი. როგორ გონიათ? აი ამ მარტივ კითხვას 78 მუხლი და არ გვია თუ არა ბანდა ხელისუფლებამ ამ მარტივ კითხვას გასცემდა თუ არა დადებით პასუხს და მე გეტყვით, რომ ცალსახად ყანდაშვილიც კი, რომელიც ეს სულ გაწონას ამგვარი ტიპები, სულ გაწონას სწორებული მესიჯებით გამოირჩევიან, არც მწვადს ასწვამენ და არც შამფურს, რას საკვირველია ამ კონკრეტულ კითხვას გასცემდა კონკრეტულ და ცალსახა პასუხს. დიახ, პატივცემულო ჟურნალისტო, რას საკვირველია? მე პირი, რომელსაც მინდა რომ ვიყო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. მე როგორც იურისტი და იურისტი კი არა, სულ რომ ვიყო მხატვარი. გეუბნებით მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, რომ თავმჯდომარეობაზე რო ვიყრი დეკენს. გეუბნებით რომ კონსტიტუციის 78 მუხლი დარღვეულია, მაგრამ ვაი და ვაგლახ, რომ ბატონ ყანდაშვილს იმდენად უნდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობა და იმდენად ხდება ეს იურისტიკაცი, რომ ვერ გამოხდება ამ პოსტსა თუ თანამდებობაზე, პოსტზე, ამ პოზიციაზე უფრო ზუსტი რო ვიყო სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე, რომ ამას ვერ ბედავს. დაარღვია კობახიძებო ეს რო თქვას, ვიღა გააკარებს ამ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. არა და იურისტებს განსაკუთრებით ევალებათ, ხო? სწორი იურიდიული დეფინიციები. იურიდიული და სამართლებრივი და სამართლიანი დეფინიციები ერთგან აქ უკვე ბოლოსკენ ბატონი ყანდაშვილი მებუნებრივია ეს მონაკვეთი თავიდან ბოლომდე მაგ ნანახია თქვენ აღარ შემოგთავაზებთ, მაგრამ ბატონი ყანდაშვილი ამბობს, რომ სამართლიანობა და სამართალი ერთმანეთთან ხანდახანზე ხშირად ერთმანეთს არ ეთანადებაო, არ ეთანხმებაო, არ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ხო, ასეა ამ ქვეყანაში. სამართლიანობა და სამართლებრივობა, ხო, სამართალი, კანონი, ხო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ამ დროს იურისტმა პატიოსანმა ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა უნდა თქვას სამწუხაროდ მოდის, იმიტომ რომ ხშირად არის უსამართლო, მაგრამ სვითომ სამართლიანი, სამართლებრივი განაჩენი დამდგარი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, ხო, მიმართ. დამდგარი ზვიად რატიანის მიმართ და ასე შემდეგ. კანონის ჩარჩოში მოექცა და აქედან გამომდინარე სულაც არ არის ეს ცუდიო, თუმცა უსამართლოა, რა საკვირველია ეს ყველაფერიო, ეს არის შუაშისტობაც არა, ეს არის სკამზე თბილად ჯდომის წველი სურვილის პირდაპირიანირები დადასტურება და ვაგლახ რომ ვაირომ სამწუხაროდ პირები, ამგვარი პირები პირიბად რა საკვირველია ვერ მიედავებ, იმიტომ რომ ევროპა უნდა მაგას ხო ამბობს, ხო? ვაგლახ რომ ისინი არიან არა პირდაპირ მაინც და მაინც ფულით მოსყიდვას არ გულისხმობ, მოსყიდულების სხვაგვარად, მიბმულების სხვაგვარად, ვალდებულებით დამოკიდებულება ურთიერთობებში შეყვანილ შეთრეულნი სხვაგვარად. და ეს არის უბედურება, ამათზე ვლაპარაკობთ საბოლოო ჯამში, კონკრეტულად ბატონ ყანდაშვილზეც არა, პირებზე რომლებიც უკაცრავად ზმნისათვის ცოტა უხეში ზმნა არის, მოჯდნენ და მოთბნენ და
მოერგნენ ამ სისტემას, ერგებიან ნებისმიერ სისტემას, არა და ახლა სისტემასთან მორგება არ არის ქართველი ხალხის ან ინდივიდების ამოცანა, სისტემასთან შეპირისპირება ქართველი ხალხის ამოცანა, ინდივიდების ამოცანა. მაგრამ სამწუხაროდ ყანდაშვილს და არა მხოლოდ ყანდაშვილს ამას ვერ ავუხსნით. განვაგრძოთ მისი არაიმდენად აზრების მოსმენა, რამდენადაც გაჭედვა. თავბეც იწყევლის მეთქი ახლა ინტერვიუდან 2-3 დღის თავზე რატომ მივედი გელანტიასთანო ალბათ ასე არ იქნება, მაგრამ იმ მომენტში კი თავბეც წაიწყეული და ცოტა და იტყოდა რომ რა ჯანდაბამ მიმიყვანა მე კი მეგონა რომ სხვა რამეს მკითხავდნენ ადვოკატთა ასოციაცია რას უნდა აკეთებდესო ამას მკითხავდნენო ალბათ ესეც კითხა ჟურნალისტმა ამაზეც ისაუბრა, მაგრამ როგორ უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ადვოკატთა ასოციაციის ზოგადად და ადვოკატთა ასოციაციის თუნდაც კვალიფიციური იურისტის და ბატონ ყანდაშვილს ალბათ კვალიფიკაციაში ვერ მივედავებით ის რაღაც საარბიტრაჟო საქმეების თუ სასამართლოს სათავეებთან თუ არა აი ბოლო ხანებში რაღაც არბიტრაჟზეც საუბრობდა თუ არ ვცდები და ასე შემდეგ მორიგება მოგვარება მოდერაცია ზე და ასე შემდეგ მხარეების მორიგებებზე და ასე შემდეგ რაღაც კარგ საქმეებსაც ჩადიოდა ცოტა ხნის წინ განა არა ვერ მიედავები არბიტრაჟი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში და თან განვითარებული ვერ მიედავები როგორც იურისტს მაგრამ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს მიედავები თუ ამ პროფესიის ადამიანი გადახლართულია სახელმწიფო ვერტიკალის წარმომადგენლებთან და ეიმედება თავისუფალი არ არის და ვერ ევენდობი ამგვარ ადვოკატთა ასოციაციას ზოგადად თუ ბატონი ყანდაშვილი იქნება არჩეული და ზოგადად ადვოკატებსაც ვაგლახ რომ ვერ სამწუხაროდ ვერ ენდობი ვეღარ ენდობი და ეს ხელისუფლება წოდებული აღწევს რა ყველგან მეტასტაზებივით შედის რა ყველგან რღვნის პირდაპირ მნიშვნელობით ანგრევს პიროვანობას და პიროვნულობას ადამიანისა რღვნის ადამიანს ყანდაშვილი გარყვნილია მეთქი ამას კი არ მომბო გარყვნილი მით უფრო იმ კონოტაციით რა კონოტაციას ბევრ თქვენგანს რა შინაარსიც დებს ამ სიტყვაში ბევრი თქვენგანი არა გარყვნილი ასე არა მაგრამ აი შეზრდილია მეტასტაზი იქცევა ამ ხელისუფლება წოდებული ბანდისა მე კი ლაპარაკობ ახლა მაგრამ ყანდაშვილი გაცილებით უკეთ ლაპარაკობს საკუთარ თავზე პოლიტიკური საკითხი მეც პასუხობთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ვირჩევ ევროპას ახლა მოდი ჩავშალოთ სამართლებრივად და შეიძლება ქმედებებით და არა ზოგადად საუბარი სამართლებრივად პასუხობთ მე მათ შორის ვარ როგორც თქვენ აღნიშნეთ მეორე ვადით არჩეული ევროპის ადვოკატთა ასოციაციას მმართველ საბჭოში ალბათ დასკვნაც გაკეთებულია რომ ევროპული სტანდარტები და ღირებულებები ცალსახად თანხმდრა შეჭეროვნებასთან და მათ შორის ევროპას ამასია ამაში მე უბრალოდ გთხოვეთ შეფასება მართლმადიდებელი პარტიის დაერღვა თუ არა კონსტიტუცია ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს მოდით პოლიტიკურ დეტალებში მე არ შევალე არა ჩემი დეტალი თუმცა მე რასაც ბოლო პერიოდი ვაგვერდები და კონსტიტუცია დაერღვა თუ არა პოლიტიკურია ბატონო რაკი რაღაცას მეკითხულობა კონსტიტუცია დაირღვა არ დაირღვა მოდი გავშალოთ ეს თემატიკა როდესაც საუბარი არის თუ არა ერთი წელი ამ რეჟიმში ვარ ალბათ ნაფიქრი გექნება დიუს ამაზე რა თქმა უნდა მაგ იმასთან დაკავშირებით რომ არჩევანი მათ გაკეთებული ევროპული თქვენ კი მაგრამ საქართველოს ჩვენ წარმოგვადგენს დღეს ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება დაარღვია თუ არა ქართულმა ოცნებამ ამოგივიდა ტელარა მუხლი არ გავიმეორებ კი ბატონო შეფასებებამდე დავდივართ ინდივიდუალურ შეფასებამდე ხომ ასე იურისტი ხარ იურისტი ვარ და მაგას პასუხობ ზუსტადაც რომ კი თუ არა და არის მოქმედების დოკუმენტებზე დახმობით და დოკუმენტებს აღწერდეს ნახეთ დამახსოვრებინეთ საკითხი რამდენიმე თვის წინ დღეს გავიგეთ აი მე პირადად როგორც მოქალაქე უსმენ და მე იურისტი ვარ რამდენიმე ხნის წინ უახლოესი 2 კვირის წინ გამოქვეყნდა გარკვეული დოკუმენტი რომელიც ამბობს რომ ევროკავშირს აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოსთვის ინტეგრირების საკითხის შეჩერებასთან დაკავშირებით ნახეთ 28 ნოემბერს როდესაც აღნიშნულთან დაკავშირებით ტყუილი ევროკავშირს აქვს მოწერილი ეს ნახეთ საითკენ წაიყვანა ბატონმა ყანდაშვილმა 28 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრეო და ეს 2 კვირის წინ გავიგეთ ჩვენო ევროკავშირს მოწერილი აქვსო რომ საქართველოს შეუჩერდება ევროინტეგრაცია ეს არის სახელმწიფო პროპაგანდა ევროკავშირს ის კი არა აქვს მოწერილი არ გქონდა მოწერილი 28 ნოემბრამდე რომ საქართველოს შეუჩერდება ევროინტეგრაცია
ევროკავშირის მოწერილი ჰქონდა საქართველოს de facto ხელისუფლები იმ ხანად de jure ხელისუფლებისათვის, ქართული ოცნების ხელისუფლებისათვის, რომ შენ თუ ამას გააკეთებ, შენ თუ ამას ჩაიდედ, შენ თუ ასე განაგრძობ რუსული კანონების მიღებას, საქართველოსთვის ძირის გამოთხრას, ევროკავშირისთვის ძირის გამოთხრას, ინტეგრაციის პროცესს თუ შეაჩერებ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ ბრიუსელიდან დაგაწიეთ და გევედრებოდით, რომ გაითვალისწინე და შეასრულე ის მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირს აქვს. ამ შემთხვევაში თუ მოარღვევა, ამ შემთხვევაში მოგიწევს ტკინეული გადაწყვეტილების მიღება და შეჩერებაო. ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ დაასწრო თუ არა 28 ნოემბერს, არა, არც დაუსწრია. ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ და ეს უნდა თქვას ნებისმიერმა მხატვარმა. ჩემგან ხელმარჯვნივ არის დიდი პოსტერი ჰამლეტ გონაშვილისა. ჰამლეტ გონაშვილი რო იყოს ცოცხალი, ჰამლეტ გონაშვილს უნდა ეთქვა და ყველას უნდა თქვა ცხადია, რომ დაირღვა ბატონებო კონსტიტუცია და საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივად შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, თუმცა ევროკავშირი ამას იზამდა ჩვენთან მიმართებაში, რამდენადაც საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდა ისედაც არღვევდა ასე მაგალითად რეკომენდაციებს მოწოდებულს ბრიუსელის მხრიდან თუ მიერ, იმიტომ რომ ის რეკომენდაციები იყო, რომლებიც საქართველოსთვის იყო კარგი და საუკეთესო. ჩამოვასახელოთ ეს რეკომენდაციები ზეპირად იცის, მამაო ჩვენოსავით. ვინ იცის? შალვა პაპუაშვილმა, ნინო წილოცანმა, მამაო ჩვენოც არ იცის. წინათაც რაკეთდა განცხადება, მე პირადად ეს ინფორმაცია არ მქონდა. დღეს სხვა ინფორმაცია 28 ნოემბრამდე ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ. იყო 9 რეკომენდაცია, 12 რეკომენდაცია და ჩვენ არც ერთი შევასრულეთ. კანდიდატის სტატუსი მოგვიწევს დავარ. პოლიტიკურ დისკურსში როცა ვიქნებით ვისაუბრეთ. ანუ დაარღვია თუ არა კონსტიტუცია ოცნება მამაზე არ გსურთ? კი ან არა? შეფასებებს არ ვაკეთებ, მე ადვოკატი ვარ. სამართლებრივი ჩარჩოს დაარღვევის შეფასება პოლიტიკაზე საუბარია. ანალიზი და ვერ მივესალმები კონსტიტუციის. კი ბატონო, მაშინ ძალიან მოკლედ გასაგებია არ გსურთ როგორც ხედავ პოზიციის დაფიქსირება. ვინ ამარცხებს საქართველოს de facto ხელისუფლებას როგორ გონიათ? ბატონო ყანდაშვილს ყველაზე ნაკლებად მიმართავ ან საერთოდ არ მიმართავ. ვინ ამარცხებს საქართველოს de facto ხელისუფლებას? ვინმე იტყვის ამაზე, რომ ჩვენი ერთობა ამარცხებსო, 2-3 კაცი რო შეიკრიბება და ხრეტა რო იყოს დასახრეტებიო, ისინი ამარცხებენო. ვინმე იტყვის, რომ უფრო ფართო ერთობა ამარცხებს საქართველოს de facto ხელისუფლებას და პერსონალურად ბიზნე ივანიშვილს, რომელსაც ნელ-ნელა ეშლება ნერვებიო. საღერღელი და ნერვებიო. ვინმე თუ იტყვის, რომ უფრო ფართო ერთობა ამარცხებს, ის ვინმეც მართალი იქნება 10 კაციანი ან 20 კაციანი. ერთობა მოქალაქეებისა ბიზი და ივანიშვილისთვის მეტად დამაზიანებელი და მეტად მძიმეა მათი ხილვა ტელეეკრანებიდან, როგორი ტელევიზორი ექნება ფართო სონის ალბათ. მაგრამ უფრო მოქალაქე, ერთი კინკილა მოქალაქე ამარცხებს ბიზი და ივანიშვილს. ერთი კინკილა მოქალაქის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცებ მოულოდნელად რუსთაველის გამზირის გადაკეტვის თაობაზე გაცილებით დიდი და მძიმე ლურსმანია მის კეფაში. პირდაპირ მნიშვნელობით ცხადი არ უნდა გაიგოთ. ვიდრე 20 თუ 30 კაციანი ერთობა მოქალაქეებისა, რომლებიც რუსთაველის გამზირს ვერ კეტავენ ან არ კეტავენ. გაგიჟებული მათეული გაგებით ცოტა შეშლილი, მათეული გაგებით ცოტა არასტანდარტული, ცოტა ამგვარიანად არასტანდარტული, ერთი პედაგოგი, ერთი მუსიკოსი, ერთი ჟურნალისტი, ერთი მწერალი, ერთი ექიმი. ერთი უბრალო აქტივისტს რო უწოდებთ ხოლმე ჩვენ და აქტივისტსაც აქვს თავისი უშუალო არ კონკრეტული პროფესია, ერთი ეგრეთ წოდებული აქტივისტი, სხვადასხვა რა გინდა რა პროფესიისა, ერთი იურისტი. ერთი პოლიტიკოსი. ერთი რომ არ ვიცით და რომ ვერც გავიგებთ იმ გვარი პროფესიის, იმ პროფესიის ადამიანი მოქალაქე არის ბიზი და ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა. ის არის მთავარი პრობლემა, რომ ერთს დაიჭერს, ორს დაიჭერს და 2, 4, 8, 16, 32 ადგილას სოკოებივით ამოიზრდება კიდევ 32, 64-ან 128 მოქალაქე. სულ ორ-ორზე ვამრავლებ, ხო? ეს მინიმუმ ვამბობ.
128 ან 256. 256 ან 512. მეტი და მეტი მოკლედ. ამიტომ ამ ადამიანებს ბატონ ყანდაშვილს არა, ვისაც მოთბობა უნდათ, ფილად ყოფნა უნდა, რომელიღაც ეტაპზე არ მოუწოდებთ, მაგრამ რომელიღაც ეტაპზე უნდა არ მოუწოდებთ, მაგრამ უნდა ეყოთ გამბედაობა და დაყარონ ყველაფერი. მოდი ასე ვიტყვი, აყირავონ მაგიდა თქვენი იურისტთა ასოციაციის თუ რაღაცრავად იურისტთა თუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის დედაც არ ვატირეო, უნდა თქვას რომელიმე. კი, შეიძლება ხვალ უშუალოდ ყანდაშვილი იყოს გამარჯვებული და ამას ვერ იტყვის, მაგრამ ხომოვა შემდგომი არჩევნები აქ თუ არა სხვაგან და არ მინდა შენით ხარდაჭერა მე. იმიტომ რომ ისედაც ვიმსახურებ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობას თუ რომელიმე სხვა ასოციაციის ხელმძღვანელობასო, უნდა თქვას ვინმე ერთმა და ეს მაგალითი, ამგვარი მაგალითები გადამდები იქნება სხვათათვის. რომელიღაც ეტაპზე მწერალთა პირობითად კავშირის თავმჯდომარემ უნდა თქვას, რომ აყირავოს. პირდაპირ მნიშვნელობით მეთქი ესე ვიტყვი მაგიდა ან გნებავთ არა პირდაპირ მნიშვნელობით და ამით ის ერთგვარად მაგალითს მისცემს ასე მაგალითად არქიტექტორთა ან მხატვართა ან არ ვიცი კიდე სხვა რომელიმე შემოქმედებითი კომპოზიტორთა პირობითად ხო კავშირის თავმჯდომარის ასოციაციის თავმჯდომარის როცა შენ გეიმედება კობახიძისა და კობახიძე გაგათრევს მოცემულ ეტაპზე ძლიერია აჭერინებს სხვა ადვოკატებს მხარს შენთვის მაგრამ როდესაც შენ გეიმედება და კობახიძე გაგათრევს ის კობახიძე მერე ისე გამოგიყენებს სხვა სიტყვის მოშველიებაც შეიძლება რასაკვირველია, მაგრამ იმას არ ვაკადრებ არც კობახიძეს და არც სხვა ვინმეს. კობახიძესაც კი არ ვაკადრებ. ისე გამოგიყენებს, როგორც დაგიბარებიან. რთული დროება დგას. ვაღიარებ.